როგორ წამოვიდეთ სამსახურიდან შედარებით ნაკლები რისკებით და ასევე ჩვენი ვალდებულებების გათვალისწინებით ნაწილი 2. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და ამ ეპიზოდში განვაგრძობთ საუბარს თუ როგორ უნდა დავგეგმოთ სამსახურიდან წამოსვლა, ვისაც არ გინახავთ წინა ეპიზოდი, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ეპიზოდის არის ზუსტად იქ და დღეს ვისაუბრებთ ფინანსურ მომზადებაზე, ანუ როგორ მოვემზადოთ ფინანსურად სანამ სამსახურიდან წამოვალთ, უშუალოდ წამოსვლაზე, ანუ რა უნდა გავაკეთოთ წამოსვლის დროს, როგორია სამსახურიდან წამოსვლის შემდგომი პერიოდი და როგორ შეიძლება ის გამოვიყენოთ საუკეთესოდ და რაღაცნაირი შეჯამება, რეკომენდაციები გვექნება ჩემი გამოცდილების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით. ფინანსური გეგმა. ესე იგი, ზოგადად არის გლობალური სტანდარტი და ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონზე ვრცელდება ეს რჩევა, რომ მინიმალური უსაფრთხოების ბალიში უნდა გქონდეს 6 თვე. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი საქმის დაწყებას კი არ ვგეგმავთ, არამედ გვინდა სხვა სამსახურში გადასვლა. აი, მაგალითად, განვიხილოთ შემთხვევა, როცა ძალიან ტოქსიკურია თქვენი სამსახური, არ მოგწონთ იქ მუშაობა და უნდა წამოხვიდეთ, რა ვეღარ დაელოდებით და ვეღარ დაგეგმავთ. ამ შემთხვევაში, ან გვაქვს ალტერნატიული შემოსავლის წყარო, ან გვაქვს მინიმალური უსაფრთხოების ბალიში 6 თვეზე. ეს შეიძლება გქონდეს ჩვენს ოჯახის წევრს და ასე შემდეგ, სანამ ახალ სამსახურს იპოვნით და საქართველოს ბაზარსაც რო შევხედოთ, მეტნაკლებად იგივე ტიპის სამსახურში, იგივე ხელფასზე იპოვნით 6 თვეში სამსახურს თუ მოინდომებთ ბევრ გასაუბრებაზე. მიხვალთ საკუთარ თავს წარმოაჩენთ კარგად. ანუ ის არ იქნება, რომ 3 წელი ისევ მსგავსი ტიპის სამსახურს ეძებთ იმავე ხელფასით. თუ თქვენ მაგალითად აპირებთ, რომ არ გადახვიდეთ ახალ სამსახურში, არამედ გინდათ პროფესიის ცვლილება, ან შეიძლება პროფესიის ცვლილება არ გინდათ, უბრალოდ საკუთარი საქმის დაწყება გინდათ, როგორც წესი, საკუთარი საქმის დაწყება არის უფრო გრძელი პერიოდი, ვიდრე ახალი სამსახურის პოვნა და შესაბამისად გჭირდებათ სხვა ფინანსური მზაობა. გარდა იმისა, თუ რამდენი დაჭირდება თქვენი ახალი პროფესიის, ესე ვთქვათ, შესწავლას, ან მაგალითად საქმის დაწყებას, ამაზე კონკრეტული თანხა ცალკე უნდა განსაზღვროთ, უსაფრთხოების ბალიში დაგჭირდებათ 9-დან 12 თვემდე და რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხანი გექნებათ, უკეთესი, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, საკუთარი საქმის დაწყებიდან, სადღაც 6-12 თვე მაინც გჭირდება, ესეც ისეთ საშუალო სტატისტიკურ შემთხვევაში, რომ მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ საბაზისო, ესე ვთქვათ, მოთხოვნილებები დაგვიკმაყოფილოს და ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა ხდება ეს ყველაფერი უფრო ადრე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესმის პერსონალური ბრენდის მნიშვნელობა და სოციალური მედიის, ესე ვთქვათ, ძალა და აქვს ამ ყველაფრის გამოყენების უნარი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა 24 თვე დაჭირდათ, ან საერთოდ სამსახურში მისვლა დაჭირდათ. თუმცა რატო ხდება ეგეთი შემთხვევები? მაგაზე შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ. ჩემი აზრით, და ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი, არ უნდა წამოხვიდეთ სამსახურიდან, თუ არ გაქვს ალტერნატიული შემოსავლის წყარო, არ გაქვს ახალი შემოთავაზება, არ გაქვს დანაზოგი, გადაწყვეტილება არის ემოციური. და მოკლედ რომ ვთქვათ, თუ არ ხართ გაუსაძლის ფიზიკურ და ესე ვთქვათ, ემოციურ მდგომარეობაში და უბრალოდ დისკომფორტი გაქვთ, არ მოგწონთ გარემო, მაგრამ მეტნაკლებად ატანადია, ან აღარ მოგწონთ თქვენი საქმე, დაგეგმეთ და ისე წამოდით და დაგეგმაში გულისხმობ პირველ რიგში ფინანსურ გეგმას, რომ არ იყოთ შემდეგ შეშინებული, თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ, თამამად და თავდაჯერებულად, რომ მიიღოთ შემდგომში გადაწყვეტილებები. ანუ ერთ-ერთი მაინც უნდა გქონდეთ აქედან, რაც ჩამოვთვალეთ, იმისთვის, რომ გადააზღვიოთ თქვენი ფინანსური სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩემი აზრით, თუ გაინტერესებთ
ალტერნატიული შემოსავლის წყაროებზე რა მიმართულებით შეიძლება ისწავლოთ, შეიძინოთ ახალი უნარები, დამიწერეთ კომენტარებში და ამ ნაწილს ესე ვთქვათ აუცილებლად დავუთმობ ცალკე ეპიზოდს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პრაქტიკებია საერთაშორისო, განსაკუთრებით იაპონიაში, აშშ-ში, სკანდინავიის ქვეყნებში და ასე შემდეგ და ადამიანები ამ ყველაფერს ახერხებენ კომპიუტერით და ინტერნეტით. დღეს უკვე აღარ არის საჭირო, რომ იმ გეოგრაფიულ მდებარეობაზე იყოს თქვენი შემოსავლის წყარო მიბმული, სადაც იმყოფებით. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Upwork-ზე და სხვადასხვა freelance ჯობი ნახოთ და ძალიან ბევრი საიტია Upwork-ისნაირი და ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ ინვესტიციები სტოკებში, კრიპტოში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ მე არ ვიცი, რამდენად ჩემი აუდიტორია არის ამაში დაინტერესებული, ან აქვს მზაობა, რომ მსგავსი ინფორმაცია მიიღოს და თუ კომენტარებში მივხვდები, რომ ეს თქვენთვის საინტერესო თემაა, აუცილებლად ჩავწერ ამასთან დაკავშირებითაც ეპიზოდს. ფინანსური მომზადების ნაწილში არის რამდენიმე კითხვა ჩემი მაყურებლისგან შემოსული. პირველი არის, რა უნდა ქნა თუ გაქვს ფინანსური ვალდებულებები და ბავშვები. აქ რატომღაც ესე აღვიქვი, რომ ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯებიც არის ამ ადამიანის, ანუ გარდა ფიქსირებული ფინანსური ვალდებულებებისა არჩენს თავის ბავშვებსაც. და აქ განმეორდები, რომ ორი რაღაც უნდა გავაკეთოთ. პირველი ის, რომ გქონდეს დანაზოგი თუ არ გვაქვს ალტერნატიული შემოსავლის წყარო, დანაზოგს თუ ფიზიკურად ვერ გავაკეთებთ, ანუ სამსახურის ხელფასი არ იძლევა საშუალებას, რაც არ უნდა ჩვენი ცხოვრების სტილი შევცვალოთ, რომ დანაზოგი გავაკეთოთ, მაშინ ვიწყებთ ფიქრს, რა შეიძლება იყოს ჩვენი ალტერნატიული შემოსავლის წყარო. მაგალითად, მეორე სამსახურის პოვნა, საკონსულტაციო მომსახურება იმავე საქმეში, რასაც აკეთებთ მაგ სამსახურში, დისტანციური მომსახურება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ალტერნატიული შემოსავლის წყარო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სფეროში ხართ და რა საქმიანობთ, მაგრამ როგორც წესი, მაგალითად, იურის, ბუღალტერს, ფინანსის, ექიმს შეუძლია, რომ რამდენიმე ადგილას იმუშაოს, შეუძლია, რომ თავის საათები რამდენიმე ადგილას გაყიდოს და ექიმის შემთხვევაში ნაკლებად, მაგრამ ბევრ პროფესიაში შეგვიძლია, რომ ონლაინაც გავწიოთ სერვისები. ამიტომ იფიქრეთ, როგორ შეიძლება გააბევროთ თქვენი შემოსავალი. ასევე ფინანსური ვალდებულებების და ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯის გარდა უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრების სტილს და სხვა რა ხარჯები გაქვთ და შესაძლებელია თუ არა ამ ხარჯების შემცირება დროებით მაინც. აი ამ ორ რაღაცას ესე ვთქვათ, თუ გამოიყენებთ ჯამურად, ანუ გააბევრებთ თქვენ შემოსავალს, იმიტომ რომ სხვა დამკვეთები ყავთ, სხვა კომპანიებს თუ ადამიანებს უწევთ მომსახურებას და პლუს ოდნავ შეიცვლით ცხოვრების სტილს, მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ შეიქმნათ ფინანსური ბალიში და შესაბამისად დაგეგმოთ სამსახურიდან წამოსვლა. თუმცა, თუ გინდათ თქვენი კონკრეტული ამბავი, მომწერეთ Instagram-ზე და ვეცდები, რომ ესე ვთქვათ, ინდივიდუალურად მივუდგეთ თქვენს შემთხვევას. როგორია რეალური ფინანსური გამოწვევები წასვლის შემდეგ? ფინანსური გამოწვევები წასვლის შემდეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აირჩევთ თქვენ. თუ გადადიხართ ახალდამსაქმებელთან, არ გაქვთ ფინანსური გამოწვევა, ყოველ შემთხვევაში სანამ იქ მუშაობთ, მაგრამ თუ იწყებთ ახალი პროფესიის შეძენას და მერე, ესე ვთქვათ, ამ პროფესიიდან გამომდინარე აშენებთ ბიზნეს და საქმიანობას, არის რომ თავიდან მაგალითად არ გაქვთ ბიუჯეტი იმისთვის, რომ ყველაფერში აიყვანოთ სხვა დამხმარე. ბუღალტერიც თქვენ ხართ, ვინც სწავლობს ეგეც თქვენ ხართ, სოციმედიას თქვენ ხართ, გადამღებიც თქვენ ხართ, თქვენვე ამონტაჟებთ, იდეებიც თქვენი, ანუ თავიდან სანამ შემოსავლის წყარო არ გაქვთ, ყველაფერში კი ხართ, ანუ ყველაფერს აკეთებთ თქვენ. და ესეც არის ფინანსური გამოწვევის ნაწილი, იმიტომ რომ ფინანსები რომ გქონდეთ, უფრო მარტივად გადაანაწილებდით, უფრო სწრაფად წახვიდოდით წინ, იმიტომ რომ შესაბამის პროფესიონალებს აიყვანდით და გადაუხდიდით თანხას. ანუ თავიდან პირველი გამოწვევა საკუთარი
საქმის შენებისას არის ის, რომ ფინანსები არ გაქვთ ბევრი, სავარაუდოდ, ან თუ გაქვთ გენანებად, არ იცით მომავალში რა იქნება, ამიტომ ყველაფერს აკეთებთ თქვენ. გარდა იმისა, რომ ყველაფერს აკეთებთ თქვენ, გიწევთ ბევრი რაღაცის სწავლა და ის, რასაც აკეთებთ, ყველაფერი არ გსიამოვნებთ, მაგალითად, მე ძალიან არ მიყვარს მონტაჟი, მე ძალიან მიყვარს ჩაწერა, იდეების მომზადება, მაგრამ არაფერი აღარ მომწონს იმის შემდეგ, რაც მთავრდება გადაღება, ანუ ესე ვთქვათ, post production-ი არ არის ჩემი, მაგრამ გიწევს და უნდა გააკეთო. ასევე გამოწვევები ის არის, რომ შეიძლება გეგონოს, რომ აი 3 თვეში მექნება შემოსავალი, ან მაგალითად 6 თვეში მექნება იგივე შემოსავალი და გააჩნია თქვენ რა ნიშნულზე იყავით სამსახურში და რა ხელფასი და რა ბონუსი გქონდათ. რაც უფრო მაღალი იყო, უფრო რთულია, რომ ახვიდე იქამდე. ამიტომ იმის მოლოდინი, რომ ყველაფერი იქნება და მოხდება ძალიან სწრაფად, არ უნდა გქონდეთ, ანუ დასვით ისეთი საშუალო მოლოდინები. მე არ ვამბობ, რომ იყავით პესიმისტი, მე ვარ ოპტიმიზმის მომხრე, მაგრამ დაუსვით საკუთარ თავს საშუალოზე კიდევ ოდნავ დაბალი მოლოდინები, რომ მე არ გქონდეთ იმედ გაცუება. განსაკუთრებით თუ აპირებთ თქვენი საქმიანობა იყოს საქართველოსთან დაკავშირებული და არ იყოს საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად, თუ ხართ კონტენტ კრეატორი, აკეთებთ კონტენტს ქართულად, სადაც არასტაბილური გარემოა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რეგიონით გვაქვს არასტაბილური და შეიძლება თქვენი კონტენტი არავის არ აინტერესებდეს რაღაც პერიოდი, მაგრამ თუ თქვენ აპირებთ, რომ ინგლისურ ენაზე აკეთოთ კონტენტი, რა თქმა უნდა, იქ მეტი კონკურენცია არის, მაგრამ როცა გაივლით ამ კონკურენციის დერეფანს, უფრო მეტი სტაბილურობა და მაღალი შემოსავალია. ამიტომ ფინანსური გამოწვევები აბსოლუტურად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტთ თქვენს საქმიანობად და თუ კონკრეტული кейსები და მაგალითები გაქვთ, ან აქვე დაწერეთ კომენტარებში, ან ინსტაგრამზე მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. რაც შეეხება სამსახურიდან წამოსვლას. სამსახურიდან წამოსვლა შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანური და ძალიან პრაგმატული და სარგებლიანი, როცა მაგალითად იგივე სამსახური ხდება შენი პირველი კლიენტი. პირველი თუ მეათე არ ვიცი, მაგრამ თქვენი კლიენტი. მაგალითად, ერთ-ერთი სამსახურიდან რომ წამოვედი, შემდეგ ისინი 6 თვე იყვნენ ჩემი, ესე ვთქვათ, კლიენტები და საკონსულტაციო მომსახურებას უწევდი იგივე საქმეში, რასაც ვაკეთებდი იქ როგორც დასაქმებული, თუმცა მიხდიდნენ მეტ ხელფასს, მქონდა მეტი თავისუფლება, ოფისში არ მივდიოდი და ვმუშაობდი სახლიდან. ამიტომ სამსახურიდან წამოსვლა არ ნიშნავს, რომ ყველა კავშირი უნდა ჩაწყვიტოთ. განიხილეთ შესაძლებლობა, რომ თქვენ ხართ ჩაუნაცვლებელი კადრი, კარგი კადრი, მათ მოწონხართ და შეიძლება შეუთანხმდეთ უბრალოდ საკონსულტაციო ხელშეკრულებაზე, რომელიც უფრო მომგებიანია ხოლმე როგორც წესი თანხის თვალსაზრისითაც და ასევე იმ კუთხით, რომ გაქვთ მეტი თავისუფლება. სამსახურიდან სასურველია წამოხვიდეთ მადლიერებით, მეგობრულობით და არ გინდათ დრამა, ეს არ არის ოჯახი, რომ შერიგდე იჩხუბო, ან არ ვიცი, მეგობრები, თუმცა მანდაც უნდა მოვერიდოთ კონფლიქტს. სამსახურიდან უნდა წამოვიდეთ მადლობა, ნახვამდის ღიმილით და სასურველია, რომ ძალიან კარგად გავაკეთოთ გადაბარების პროცესი, თუ ეს ჩვენგან მოითხოვება, იმისთვის, რომ მოგცენ კარგი რეკომენდაციის წერილი. შეიძლება ზოგიერთი დამსაქმებელი მომავალი საერთოდ არ ითხოვდეს ამას, მაგრამ შეიძლება ითხოვდეს. ასევე შეიძლება კლიენტი გყავდეთ სერიოზული, მაგალითად, არ ვიცი, გადადიოდეთ იურისტი ხართ და ქმნიდეთ თქვენ იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიას და კლიენტმა კითხოთ რეკომენდაციას თუ გაგიწევს ვინმე და შენ არ ყავდეს პირველი სხვა კლიენტი და უნდა თხოვო შენს დამსაქმებელს. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციის წერილი შეიძლება დაგჭირდეთ, შეიძლება არა, მაგრამ უფრო იფიქრეთ, რომ შეიძლება დაგჭირდეთ და არ გაწყენთ, აქედან გამომდინარე, გადაბარების პროცესი გააკეთეთ ხარისხიანად. ასევე გააკეთებთ ესე, რომ
გამარჯობა, მე ხვალიდან მივდივარ. ან მივდივარ და ტელეფონს არ ვიღებ. მინიმუმ ხელშეკრულებით რაც არის გათვლილი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება, ის უნდა შეასრულოთ. ასევე იყავით მკეთილები და პროფესიონალები, იმიტომ რომ უნდა იყოთ ესეთები, მაგრამ თუ არ ხართ, არაპრაგმატულია რო არ იყოთ და მოაჩვენეთ თავი რომ ხართ, იმიტომ რომ არავინ არავის არასდროს არ ვიცით სად შევხვდებით, რაში დაგჭირდება და რაში გამოგვედგება ერთმანეთი და რაღაცა ერთი წინადადებით რო დავასრულო და შევაჯამო სამსახურიდან წამოსვლის ესე ვთქვათ სიტუაცია, ნუ დაწვავ დამაკავშირებელ ხიდებს და ნუ მოახდენ აფეთქებას თუ ეს არის შესაძლებელი. ახლა მე არ ვამბობ რომ მოითფინო ყველაფრის ფასად ყველაფერი. უბრალოდ დაფიქრდი სანამ ატომურ ბომბს ააფეთქებ. სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გვაქვს შემდეგი კითხვები. როგორ წამოვიდე სამსახურიდან ისე რომ არც მე დავზიანდე და არც კომპანია და მე მგონი ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ მაინც გავიმეორებ, უნდა დავიცვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეტყობინების შესახებ. თუ გთხოვეს, რომ უფრო მეტი ხნით დავრჩეთ, უნდა დავრჩეთ. თუ გთხოვეს, რომ საკონსულტაციო ფორმატში გადავიდეთ, შეგვიძლია რომ გადავიდეთ და არც კომპანია დაზიანდება და არც თქვენ. ასევე გააკეთეთ ისე, რომ მაინც და მაინც ბონუსის გაცემის წინა თვეში ნუ წამოხვათ, რომ შეიძლება ეგ თქვენი ბონუსი იყოს ზუსტად ესე ვთქვათ ის ფინანსური უსაფრთხოების ბალიში, რაზეც ვსაუბრობ და რა თქმა უნდა ძალიან პროფესიონალურია, რომ იფიქრო არ დააზიანო არც კომპანია და არც საკუთარი თავი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ყველა კომპანიისთვის, რაც არ უნდა თავზე გეფოფინებოდნენ და პატივს გცემდნენ, ხართ ჩანაცვლებადი რიცხვი. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს არის კორპორატიული სამყაროს სტანდარტი. აქედან გამომდინარე, კორპორატიული სამყარო ზოგადად, რადგან გვიდგება ესე, ჩვენც გვაქვს თავისუფლება, რომ მივუდგეთ ისე, როგორც იმსახურებს კორპორატიული სამყარო. აქ შურისმაძიებლობას არ გულისხმობ, მაგრამ წარმოიდგინეთ, აი ორი ადამიანის ურთიერთობა, რაღაცა ინდივიდის, ერთი ინდივიდი მზად არის, რომ გამოგიყენოს, იყო რიცხვი და ჩაგანაცვლოს და შენ ამ დროს აქედან სულ უფრთხილდები ამ ადამიანს. ძალიან ტოქსიკურია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, პროფესიონალურად მეგობრულად უნდა წამოხვიდე, მაგრამ ის ფიქრი, შენ თუ სამსახურიდან წამოსვლა გინდა, შენი საქმის დაწყება გინდა, ახალ სამსახურში გადასვლა გინდა, ახალი შესაძლებლობები და ცხოვრება გაქვს, რომ ვაიმე, ეხლა ჩემი წამოსვლით კომპანია არ დავაზიანო, ის კომპანია როგორც კი ჩათვლის საჭიროეთ, რომ ან ფინანსური მდგომარეობის გამო, ან რეორგანიზაციის გამო, ან სხვადასხვა ცვლილების და საჭიროების გამო შენ აღარ ხარ საჭირო, არ იფიქრებ შენზე ეგრე, რომ ვაიმე, ეხლა ეს ადამიანი არ დავაზიანო. ადგება და დაგემშვიდობება. ამიტომ ცოტა გავთიშოთ ემოციები და პრაგმატულად ვიფიქროთ, როგორ ურთიერთობაში ვართ. ეს არ არის ოჯახის წევრობა და მეგობრობა. შემდეგი კითხვა არის, როგორ გამოვაცხადო პატარა ორგანიზაციაში წასვლის შესახებ. ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა პატარა ორგანიზაციიდან მოდიხარ თუ დიდი ორგანიზაციიდან. ყველა შემთხვევაში უნდა პროფესიონალურად მიუდგე და ორივე შემთხვევაში უნდა გააკეთო გადაბარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარ გამეორდები, უბრალოდ პატარა ორგანიზაციაში შეგიძლიათ რომ მეტი, ესე ვთქვათ, ისეთი მეგობრული მიდგომა გქონდეთ, იმიტომ რომ პატარა ორგანიზაციებს ახასიათებთ ხოლმე ეს რაღაცა აი ოჯახური, ახლო მეგობრული ურთიერთობები, ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, თუ ერთი თვე გაქვთ ვალდებულება წინასწარი შეტყობინების, შეატყობინოთ 3 თვე, მაგრამ თუ თვლით, რომ თქვენ არ ხართ ამ ოჯახის და სამეგობროს ნაწილი და დიდი და მნიშვნელოვანი რგოლი, მაშინ ისე მოიქცეთ, როგორც მოიქცეოდით დიდ ორგანიზაციაში მუშაობის შემთხვევაში. შემდეგი კითხვა არის, პატარა ბაზარი თუ არის და ვიწრო ნიშა მაქვს. საქართველოზე ალბათ საუბარი და საქართველო ნამდვილად არის პატარა ბაზარი, თუმცა
ამ ბაზრის გაფართოვება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ვიცით ენები. იმის მიხედვით, თუ რომელი მეორე ან მესამე ენა იცით, შეიძლება რომ ონლაინად შექმნათ, ესე ვთქვათ, ხიდი თქვენსა და დამსაქმებელს შორის და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას დაეკარგოს მნიშვნელობა. თუმცა თუ თქვენი ვიწრო ნიშა გულისხმობს, რომ ისეთი ნიშა გაქვთ, რომ ფიზიკურად უნდა იყოთ, ანუ უნდა მოერგოთ საქართველოს ბაზარს, ან განიხილოთ რელოკაცია და სხვა ქვეყანაში წასვლა იმის მიხედვით, თუ რა ენაზე საუბრობთ, მაგრამ თუ ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოში გინდათ დარჩენა და მაშინ ვიწრო ნიშა გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ ვიწრო ნიშის ირგვლივ ააშენოთ თქვენი პერსონალური ბრენდი, რომ ეს ნიშა გაფართოვდეს თქვენს ხარჯზე, დამსაქმებლებს მოუნდეთ თქვენი დასაქმება, ან თუნდაც დაიწყოთ თქვენი პირადი საქმიანობა. იმიტომ რომ როგორც წესი ვიწრო ნიშის ესე ვთქვათ ირგვლივ არ იქნება საქართველოს ბაზარზე კონტენტი, არის რამდენიმე მიმართულება, რაზეც არის ძირითადი ესე ვთქვათ მოწოდება, ეს არის სილამაზე, მოდა და თავგადასავალი, არ ვიცი, მოგზაურობა, სხვა დანარჩენი უფრო ესე ვთქვათ პატარ-პატარა ნიშებია და ეხლა ვითარდება, ამიტომ განიხილეთ პერსონალური ბრენდის შექმნა, მაგრამ თუ გინდათ მეტი დეტალები მომწერეთ, ან აქ კომენტარებში, ან ინსტაგრამზე დაირექტში და აუცილებლად თქვენი кейსის მიხედვით გაგცემთ პასუხს. შემდეგი კითხვა, სადაც მეგობრული კავშირებია, როგორ წამოვიდა ეგეთი სამსახურიდან, თუ არ გინდა რომ გაანაწყენო. არ ვიცი, ჩემი აზრი თქვენთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია, რომ სამსახური არ არის ზოგადად უპირობო მეგობრობის ადგილი და მეგობრების შეძენის ადგილი. სამსახურში მეგობრული კავშირები მეტად ეფუძნება პრაგმატიზმს. შეგიძლიათ ანალიზი გააკეთოთ, საჭიროება რომ დაუდგეს ამ კომპანიას ეს მეგობრული კავშირები გადაგარჩენთ სამსახურიდან წამოსვლისგან. შეგიძლიათ ანალიზი გააკეთოთ, მაგალითად, კომპანიას რომ გქონდეს ფინანსური პრობლემები, ეს თქვენი მეგობრული კავშირები გადაგარჩენთ იმისგან, რომ სამსახურიდან არ გამოგიშვან? დაფიქრდით, ეს მეგობრობა სადამდე არის ორმხრივი. ანუ სადამდე გადაგარჩენთ ეს მეგობრობა მაგ კომპანიაში და ზოგადად თუ ნამდვილია მეგობრობა და აქ არ არის საუბარი ისეთ მეგობრობაზე, რაც სამსახურებს აერთიანებს, მაშინ არ უნდა ეწყინოთ თუ წამოხვალთ პასუხისგებლობით გადააბარებთ, შეიძლება კადრით შეარჩევინოთ, რომელიც თქვენ ჩაგანაცვლებთ და რაც შეიძლება ბევრი კარგი, ესე ვთქვათ, მოქმედება გააკეთოთ წამოსვლამდე, რომ მათთვის არ იყოს კრიზისული და შოკური და ეს თქვენი მეგობრობა ამ სამსახურის მიღმაც გაგრძელდება, მაგრამ ზოგადად არც მეგობრობამ, არც ოჯახის წევრობამ არ უნდა გაგვაჩეროს ისეთ სივრცეში, სადაც საკუთარი თავი ამოვწურეთ და ხვდებით, რომ ვეღარ ვითარდებით, იმიტომ რომ ერთხელ დავიბადეთ, ერთხელ ვცხოვრობ და ეს ცხოვრება უნდა ვიცხოვროთ საუკეთესოდ. შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს საინტერესო, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინები შეიქმნათ, როგორი არის სამსახურიდან წამოსვლის შემდეგი პერიოდი და მე არ ვიცოდი როგორი იქნებოდა და მე მეგონა სულ ეს პეპლების სიხარული რა მაგარია დასვენება 6 წელია შვებულებაში არ ყოფილვარ და ძლივს მეღირსა დასვენება და წავალ ხა კუნძულებზე იქ აქ და რაღაცა ესეთი წარმომედგინა რა ანუ ხავერდოვანი და სავსე და საინტერესო მაგრამ სულაც არ აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში ესე და რაღაცნაირად აქ სლაიდზეც დაინახავთ ალბათ რომ პირველი ეფექტი იყო შვება მართლა ძალიან გავიხარე დავისვენე რა მაგარია 4 წელია ეს მინდა და ყოჩახელენე რა მაგარი ხარო ეს მოახერხე ესეთი ესე ვთქვათ პირველი ერთი თვე მქონდა არასრული მერე მოვიდა სიცარიელის შეგრძნება რომ არავინ აღარ მირეკავდა აღარ მქონდა მიწყობილი შეხვედრები როცა მინდოდა შევჭამდი როცა მინდოდა კაფეში წავიდოდი ანუ გამომითავისუფლდა დრო და დავკარგე თითქოს
საჭიროების შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი ვარ, რომ რაღაცას ვაკეთებ და ამან მოიტანა ძალიან დიდი სიცარიელე და ვიტყოდი, რომ აქედან დაიწყო ჩემი დეპრესია, რომელსაც იმ მომენტში არ ვარქმევდი ამ სახელს. ამან მოიტანა დაბნეულობა, რომ რისთვის წამოვედი ამ მსახურიდან, რომ მოწყენილი ვიყო და მნიშვნელობა დაკარგული მქონდეს და ნუ თუ ამისთვის ესე ვთქვათ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამდენი წელი ამისთვის ვაგროვებდი თანხას, რომ ეხა და ნუ თუ ამდენი წელი იმისთვის ვაგროვებდი თანხას, რომ ეხა დაბნეული ვიყო და ნუ აი ამ ყველაფერმა ჩამithრია იმაში, რომ მე ფიზიკური აქტივობა შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ мотиваცია არ მქონდა დიდად, რომ რამე მეკეთებინა. ამან ფიზიკური აქტივობის, ესე ვთქვათ, ვარდნამ და შემცირებამ გამოიწვია, რომ უენერგიო ვიყავი და სულ მეძინებოდა. მერე გამიჩნდა შიში და ეჭვები. აი, რასაც ეძახიან უკვე ფსკერზე თავის დარტყმას, მან დრო საერთოდ რატო წამოვედი, ვინ ვარ, რითი შევავსო ახლა ეს სიცარიელე, სად ვიპოვნი ახლა მე ეგეთ ხელფასიან სამსახურს სულ რო კიდე 5 წელი ვიმუშაო, ან საერთოდ ვიცი რა მინდა. მოკლედ შიშებით და ეჭვებით ვიყავი გატენილი იმ დონემდე, რომ ვიფიქრე, რომ მოდი ახლა გავაკეთებ LinkedIn-ს და ესე ვთქვათ, ნახავ რა შეთავაზებებია ბაზარზე. ამ დროს შემომივიდა, ანუ ამ დროს კონკრეტულად ერთ კვირაში არა, მაგრამ ეს რაღაცა 3-4 თვიანი პერიოდი იყო და შემომივიდა 2 რეალური შეთავაზება, ანუ უკვე თანხობრივად რაც იყო განსაზღვრული, რომ სამსახური დამეწყო და 2 თანადამფუძნებელი რო ყოფილიყავი ეგეთი შეთავაზება, ანუ ჯამში 4 შეთავაზება იმის შესახებ, რომ საქმე დამეწყო და ჩემს ესე ვთქვათ პროფესიას და დრაივს დავბრუნებოდი. ერთი თითქმის ბოლოში გავიდა მოლაპარაკებების და იქიდან გამომდინარე, რომ ეს შიში მქონდა, რომ ვინ ვარ, ისთვის მოვედი და გამოვერკვევი თუ არა საკუთარ თავში, მეგონა, რომ აი ტუზი დამეცა, არც კი გამიაქტიურებია LinkedIn-ი და არც რეკრუტერებისთვის მიმიწერია და საერთოდ არავისთვის არ მithქვამს, რომ სამსახურს ვეძებ და აგერ ამხელა შეთავაზება შემომივიდა და ნუ თითქმის დავთანხმდი და მე უარი ვთქვი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს იყო შიშიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება და არ შეესაბამებოდა უკვე იმ გზას, რისი კონტურებით გამოიკვეთა, რომ მინდა გავიარო და როგორც კი ამაზე ვთქვი უარი, აი ეს ყველაფერი, რაც ეხლა მოვყევი ემოციები, უენერგიობა, სიცარიელე, დეპრესია, რაღაცა, აი ამ უარმა მომცა ძალიან დიდი თავდაჯერებულობა და ამოვედი ძალიან სწრაფად, ესე ვთქვათ, ამ უფსკულიდან თუ არ ვიცი რაც გინდათ დავარქვათ, ძალიან სწრაფად ამოვედი ზემოთ და ყოველ დღე იმის მერე დღემდე რაც ვიღვიძებ, ან ბუნებრივად მაქვს ეს, რომ ღმერთო დიდი მადლობა და სამყაროს ვუხდი მადლობას და ჩემ თავს ვუხდი მადლობას, რომ რა მადლიერი ვარ, რომ მე დღეს არ მაქვს ისეთი საქმე გასაკეთებელი, რომელიც ჩემს ღირებულებებს აღარ შეესაბამება და სხვისი მიზნებისთვის არ მიწევს მუშაობა, რომელიც შეიძლება დიდად არც მომწონდა, ან მომწონდა, მაგრამ ჩემი არ იყო და თუ ეს მადლიერება ბუნებრივად არ მოდის, ეგრევე მოდის ფიქრი, პატარა უმადურო, რატო არ ხარ დღეს მადლიერი, რატო არ აფასებ შენ ცხოვრებას და ნუ ხელოვნურად ვიწევ ამ მადლიერების გრძნობას და რაღაცნაირად ჩვევაში გადამივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ და მადლიერი ვარ იმისთვის, რაც მაქვს. ამ მადლიერების გრძნობასთან ერთად შემოვიდა სიცხადე და ახალი იდეები, გავიგე რა არის ჩემი მოწოდება, რა მინდა პროფესიად, რა მინდა საქმიანობად, რატომ მინდა, ეს ყველაფერი გავარკვიე და მე გაჩნდა უკვე გეგმა ძალიან მკაფიო, ისეთი განსაზღვრული, რაც ჩემზეა დამოკიდებული, გაწერილი, რაც სამყაროზე არის, ან სხვა ადამიანებზე, ან ორგანიზაციებზე დამოკიდებული,
იმათ მხარეს არის და ვენდობი რომ ყველაფერი ისე წავა როგორც არის ჩემთვის საუკეთესო და გეგმასთან ერთად შემოვიდა რა თქმა უნდა სიმშვიდე, იმიტომ რომ სიცხადის გარეშე ყოველ შემთხვევაში ჩემი ტიპაჟის ადამიანი ვერ იქნება მშვიდად, დამშვიდი რომ ეს არის, როგორც იქნა მოვედით ამ ადგილას, სადაც გვინდოდა და სიმშვიდის მერე დავიწყე მოქმედება და მოქმედებ ყოველდღე, მაგრამ ეს მოქმედება არის სასიამოვნო, არ იწვევს ჩემს გადაწვას, არ ვისტრესები და ყოველდღე მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ვიმოქმედო და ზუსტად ეგ არის Reverse Monday-ის არხის და ზოგადად ფილოსოფიის გავრცელების მიზანი, რომ მე მინდა ჩემმა მაყურებელმა და ჩემი დახმარებით, ან თავისით, მაგრამ თუ რამით დავეხმარებით ძალიან კარგი იქნება, ეგ არის ჩემი მიზანი, რომ იცხოვროს ისეთი ცხოვრებით, სადაც მოქმედებს და ეს მოქმედება უხარია და ორშაბათი არ არის მისთვის რაღაცა საძულველი დღე, პირიქით უხარია, რომ რა მაგარია, ორშაბათი იწყება, ახალი კვირა იწყება, ჩემი საქმე იწყება, ჩემი საქმისთვის შრომა იწყება, იდეების დაგენერირება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს პერიოდი გავიარე სამსახურიდან, რომ წამოვედი და ვფიქრობ, რომ რაღაცა ნაწილის გავლა ალბათ თქვენც მოგიწევთ, გინდა თუ არ გინდათ. რა ხდება პირველ კვირებსა და თვეებში? ამ ყველაფერს, რასაც ხედავთ, ჩემი გამომწერის კითხვა არის, რომ რა ხდება პირველ კვირებსა და თვეებში, რასაც ხედავთ ამ სლაიდზე, ეგ ყველაფერი ხდება. თუმცა შვება არის პირველი ეფექტი და ყველაზე მოკლე. ვიტყოდი რომ აი სადღაც 8-10 თვე დამჭირდა რომ გამეარა ეს ესე ვთქვათ ნეგატიური და დაბალი სიხშირის ვიბრაციები, რაც არის სიცარიელე, დაბნეულობა, უენერგიობა, შიშები და ეჭვები და რაღაცნაირად ბოლო 6 თვე, ანუ მაისიდან რა გამოდის, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, ხო, ну რაღაცა 7 თვე არის, გადავედი მადლიერება, სიცხადე, გეგმა, სიმშვიდე მოქმედებაში. პრინციპში ეს იმას უკავშირდება, რომ პროფესია ავირჩია ამ მომენტისთვის და იმ პასუხს გავეცი, იმ კითხვას გავეცი პასუხი, თუ რატომ მოვედი ამ ქვეყანაზე და რისი ეთება მინდა მაგან გადამიყვანა ამ დადებით, ესე ვთქვათ, შეგრძნებებში და ვიბრაციებში. ანუ რაღაცნაირად ჩემში ეს ტრანსფორმაცია გრძელდებოდა 2 წელი. არა, სრული 2 წელი. ესე შემიძლია უკვე რა თამამად თქვა. ნორმალურია თუ არა სიცარიელე და იდენტობის დაკარგვა. ნორმალურია, მე დავკარგე და გეტყვით, რომ რაც უფრო დაკავშირებულია თქვენი, ესე ვთქვათ, ყოველდღიურობა სამსახურთან, რაც უფრო ბევრ დროს ატარებთ, რაც უფრო ის არის თქვენი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი, ანუ კარიერა არის, კარიერისტი ხართ, დღეში 10, 12, 14 საათს კარიერისთვის ხარჯავთ და ატარებთ, მით უფრო მეტია თქვენი მიჯაჭვულობა მასთან და შესაბამისად რომ წამოხვალთ სიცარიელე და იდენტობა, მაგრამ ეს მიჯაჭვულობა და იდენტობის კავშირი არის ყველაფერი არარეალური და ტყუილი. სამსახური არ უნდა განიჭებდეთ თქვენ სისავსეს და იდენტობას. ეს არის ილუზია და აქედან გამომდინარე ეს გზა ყველა ვარიანტში გასავლელია. უნდა იგრძნოთ სიცარიელე, უნდა დაკარგოთ იდენტობა იმისთვის, რომ იპოვნოთ თქვენი ნამდვილი თავი და იყოთ რეალურად შიგნიდან სავსე და არ გჭირდებოდეთ ეს გარედან საკუთარი თავის შევსება. როგორ ვიპოვნო ახალი მიმართულება? ჩემ შემთხვევაში მე გავაკეთე, ესე ვთქვათ, ანალიზი, რეფლექსია, ჩემი ბავშვობის, მოზარდობის, დიდობის, რისი კეთება მიყვარდა სულ, ან ძირითადად სულ, რა პატერნები იყო, რითი ვიყავი დაინტერესებული სამსახურის მიღმა, თუნდაც ის პატარა საათები, რაც მქონდა და გამოიკვეთა, რომ მთელი ცხოვრება მიყვარდა კითხვა, მთელი ცხოვრება მიყვარდა წერა, სულ ვიყავი ინტერესიანი სამყარო, როგორ მუშაობს, რატო მუშაობს, რატო
იყვნენ დინოზავრები, რატო ვართ ჩვენ, ვინ ვართ ჩვენ, ასე შემდეგ და უკვე სადღაც 20-21 წლის ასაკიდან ძალიან დიდი ნაწილი ჩემი თავისუფალი დროის და სადღაც 20-21 წლის ასაკიდან ძალიან დიდი ნაწილი ჩემი დროის ეთმობოდა ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ფილოსოფია, ნეირომეცნიერება. აი ამ საკითხებს სულ ამის კვლევაში ვიყავი, მაინტერესებდა ხან რა ტესტს ვიტარებდი, ხან რას ვაკეთებდი და მე საკუთარ თავს რომ დავუსვი ასევე კითხვა თუ რამ სიამოვნებდა ყველაზე ძალიან ჩემს სამსახურებში იყო ის რომ ადამიანების დასაქმება, მათი პირობების გაუმჯობესება და განსაკუთრებით თუ ეს ადამიანები იყვნენ ქალები და მივხვდი რომ აი ამ რაღაცა ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ნეირომეცნიერების ნაზავით მინდოდა რომ საბოლოო ჯამში ვყოფილიყავი ქალების სამსახურში. იმიტომ რომ მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა, დამეხმარებოდა და მესიამოვნებოდა ჩემნაირი, როგორიც მე ვარ დღეს, ეგეთი ქალი რომ ყოლოდა მთელ ამ ტრანსფორმაციის პროცესში, ცხოვრებისეული და კარიერული და ასე შემდეგ და ამ პროცესში გამომყოლოდა და დამხმარებოდა და ზუსტად ეს არის ჩემი мотиваცია, რატომაც გადავწყვიტე coaching-ი. ეხლა შეჯამების დროა. პირველი არის რომ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს ემოციებს, სამსახური გვაბედნიერებს თუ არ გვაბედნიერებს და თუ მარტო ჩემსავით 10% მოგწონთ საქმის, რაც არის ადამიანების დასაქმება და მათი დაწინაურება და ხელფასის გაუმჯობესება და ძირითადი, ანუ core, რაც არის თქვენი საქმიანობის არ მოგწონთ, მაშინ ამ პროფესია უნდა შეიცვალოთ, ან ისეთი დამსაქმებელი იპოვოთ, სადაც სხვანაირად მოგიწევთ მუშაობა ამ თქვენ პროფესიაში, ესე ვთქვათ, სხვა რაღაცებს მიექცევა ყურადღება. თუ არ გაქვთ გაუსაძლისი მდგომარეობა და თუ გაქვთ ატანის რეჟიმში იყავით, ხო არ გეუბნებით, არ იჩქაროთ, შეიმუშავეთ სტრატეგია, გააკეთეთ ფინანსური ბალიში, ახალ სამსახურს ეძებთ, თუ თქვენი საქმის დაწყება გინდათ, თუ ახალი პროფესიის შეძენა გინდათ, ეგ გადაწყვეტილება მიიღეთ და იმოქმედეთ შვიდად, იმიტომ რომ ფინანსური არესტაბილურობა დაანგრევს მთელ თქვენ ამ, ესე ვთქვათ, ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ თანამედროვე ადამიანისთვის ყველაფერი დღეს არის დაკავშირებული ფინანსებთან. სახლი, მანქანა, ბავშვების საჭმელი, ბაღი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ილუზიაა, რომ ადამიანს არ ჭირდება ფინანსური მომზადება სამსახურიდან წამოსასვლელად. წამოდი პროფესიონალურად, ნუ დაწვავ ხიდებს, ეცადე რომ ეგ შენი სამსახური იყოს, შენი პირველი კლიენტი ან დამკვეთი და გადაიყვანოს საკონსულტაციო, ესე ვთქვათ, ურთიერთობაში, თუ ეგ არ გამოდის, რეკომენდაციის წერილი მაინც გქონდეს და აქედან გამომდინარე გააკეთე გადაბარება და ორმხრივი შეთანხმებით წამოდი სამსახურიდან. და ტყუილია, რომ სამსახური არ უნდა გაბედნიერებდეს, ყველაზე კარგ შემთხვევაში 8 საათს ვატარებთ სამსახურში, კვირაში 40 საათს და ეს საათები არის ჩვენი ყველაზე ეფექტური ღვიძლის და ეს საათები არის ჩვენი ყველაზე ეფექტური საათები, რაც კი ღვიძავს, პროდუქტიული საათები და რა თქმა უნდა გაბედნიერებდეს და უნდა გსიამოვნებდეს. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგი ცხოვრება გქონდეს საღამოს ან შაბათ-კვირას, ჩათვალე რომ ხარ დესტრუქციულ ენერგიაში, არ ღვევ შენ ფსიქიკას და ჯანმრთელობას. არსად არ გეჩქარება სამსახურიდან წამოსვლისას, ჯობს კარგად დაგეგმო, მაგრამ თან გაითვალისწინე რომ გეჩქარება, ანუ 20 წელი და 10 წელი და 5 წელი და 7 წელი არ უნდა დაგეგმო. ანუ დაგეგმე ისე, რომ მაქსიმალურად შენი, ესე ვთქვათ, ცხოვრება მალე იყოს ბედნიერები, ცავსა და სასიამოვნო.
წამოსვლის შემდეგ მზად იყავი ემოციური როლერკოსტერისთვის, ანუ აი ეს ყველაფერი, რაც ახლა წინა სლაიდზე იყო, ხო? აი რაღაცა ურთიერთგამომრიცხავია, სიმშვიდე და შიში, სიცხადე და დაბნეულობა, ანუ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, პოლუსებია რა, მაგრამ ზუსტად ის ნეგატიური დაბალი ვიბრაციები და ძირთავის დახეთქება და დარტყმა იწვევს იმას, რომ მე ადიხარ ზემოთ და მე ისე უნდა დაგეგმო შენი ცხოვრება სასურველია ყოველ შემთხვევაში, რომ შეინარჩუნო რაღაცნაირი სტაბილური დონე და სულ ეს ამერიკული როლერკოსტერი არ იყოს. და შემიძლია გითხრათ, რომ სამსახურიდან წამოსვლა და ახალი სამსახურის პოვნა ამ პარალელურად ან მე არის უფრო მარტივი, მაგრამ სამსახურიდან წამოსვლა, ახალი პროფესიის შეძენა, პერსონალური ბრენდის შენება და საკუთარი საქმიანობის ბიზნესის დაწყება არ არის ეგეთი მარტივი კი არა, არის რთული, მაგრამ ბოლოში გატკბილდება. ჩემი ბოლოში გატკბილდება ჯერ პროცესია, იმიტომ რომ არ ვარ გასული პროცესში, მაგრამ გაგიზიარებთ ყველაფერს, რა პროგრესი მექნება, რა გამოწვევები მექნება, არ ვიცი რა იდეები მექნება, რა შეიძლება რომ მარტივად გადალახოთ ჩემი გამოცდილებით. მანამდე ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ პროფესიულ ტრანსფორმაციაზე და ვეცდები რომ ჩავწერო ეპიზოდები, რომელიც თქვენთვის სასარგებლო იქნება, ჩემთვის საინტერესო იქნება და დიდი მადლობა, ვინც ნახეთ სამსახურიდან წამოსვლის დაგეგმვის მეორე ნაწილი.